ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს რადიო მაესტროს ეთერში FM 94.7-ზე. დასავლეთმა უნდა გამოიძიოს ის თუ რაზე იხარჯება საქართველოსთვის ასე უხვად გაღებული უცხოური დახმარება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მათი ნაწილი ლამას, ქალბატონებსა და მერსედესებზე დაიხარჯა. უფრო სამწუხარო ის იქნება, თუ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა დოლარები იმ უშიშროების ჯარების წვრთნასა და აღჭურვას მოხმარდა, რომელმაც სატელევიზიო აპარატურა ამ დღეებში უმოწყალოდ დალეწა. წერდა ბრიტანული ჟურნალი ეკონომისტი 2007 წლის 15 ნოემბერს 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებისას. რა პროცესებს დაუდო სათავე ტელეკომპანია იმედიდან ჟურნალისტების წასვლამ, როგორ აფასებს მედიის დღევანდელ მდგომარეობას და იყო თუ არა ნებაყოფლობითი არჩევანი პოლიტიკაში წასვლა. პირდაპირ საუბარი ინგა გრიგოლიასთან. უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს რადიო მაესტროს ეთერში ინგა გრიგოლია ჩვენი სტუმარი. ინგა მოგესალმებით. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა რომ გაიხსენოთ 7 ნოემბერი. უფრო სწორად გაიხსენოთ თქვენთვის რა მოხდა ამ დღეს. არ ვიცი, ალბათ სიკვდილამდე მექნება ერთი და იგივე ემოცია. თუ 4 წლის წინ 7 ნოემბერი ჩემში ასოცირდებოდა საბჭოთა კავშირთან და დაუშვათ მარშიროვკებთან ეგრეთ წოდებულთან და რაღაც პარადებთან, რომელზეც იძულებით დავყავდით, 2007 წლის შემდეგ 7 ნოემბერი ასოცირდება იმ უმოწყალო დარბევასთან, რომელიც განახორციელა ხელისუფლებამ ტელეკომპანია იმედზე, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებზე, ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც სხვათა შორის თავის დროზე ვინაიდან საბჭოთა კავშირი ვახსენე, საბჭოთა კავშირის დროს უსწორდებოდნენ ხოლმე ოდნავ განსხვავებული აზრის ადამიანებს. ეს არის ჩემთვის ძალიან მძიმე დღე გასახსენებლად. ეს არის დღე, რომელიც შეუძლებელია, რომ იქ მომუშავე რომელიმე ჟურნალისტს დაავიწყდეს და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს, ვინც არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ვინც არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ უცხოეთიდან უყურებდა. საშინელი დღე იყო, ხელისუფლების თავხედობის დღე იყო და ხელისუფლების ზეობის დღე იყო, ესე ვიტყვი, რომელიც ძალიან ცუდად დაუმთავრდა. მე ვფიქრობ ამ ხელისუფლებას თავადვე. ესეთი უკვე დაუმთავრდა. იცით რა კი, იმიტომ რომ 7 ნოემბრის შემდეგ ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიმართ გაჩნდა იმ ნაწილშიც კი, ვინც მეტნაკლებად ლოიალური იყო დაუშვათ, ან არ იყო, მაგრამ თავისი მკვეთრი პოზიცია არ ქონდა ხელისუფლების წინააღმდეგ ჩამოყალიბებული, თითქმის ყველაში არა 100%-ით, მაგრამ ძალიან დიდ ნაწილში სწორედ აი ამ 7 ნოემბრის შემდეგ გაჩნდა ძალიან დიდი პროტესტი და იმისი განცდა საკუთარი ხელისუფლების მიმართ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ხელისუფლება, რომელიც თუ კი საჭირო გახდება, აუცილებლად აიღებს და თავში ჩაგარტყავს დუბინგას და სხვათა შორის ხელისუფლებას ცუდად დაუმთავრდა, იმიტომ რომ მე ერთ პარალელს გავავლე, თუ კი შევარდნაძეზე დროს ბოლო პერიოდში იყო ხოლმე მოდური, შაყირი, რაღაცნაირი ისეთი ქილიკი, დარდუბალა სტილში გაშარჟება უკვე მოხუცებული პრეზიდენტის სააკაშვილის დროს ქილიკისა და რაღაცა გაშარჟების იქით გაჩნდა ვერ ატანა ხელისუფლების, იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც მოხდა 7 ნოემბერს იყო ამისი დასაწყისი. თუმცა დასაწყისი კი არა და ამისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხო, რასაკვირველია. მე რა მინდა იცით თქვა, ეკა 7 ნოემბერს არაფერი ახალი არ მომხდარა. მე არ მინდა რომ გავმეორდე ერთხელ რაც უკვე მithქვამს ან სხვებსაც ვთქვამთ, მაგრამ მე ვმუშაობდი ტელეკომპანია მზეში, როდესაც 7 ნოემბრის მსგავსი სპეცოპერაცია ჩატარდა მაშინ ტელეკომპანია იბერიაში. მაშინ ხელისუფლება ამბობდა, რომ იქ რაღაც ბიზნესის, გადასახადების დამალვის და ასე შემდეგ მოტივით იყო შესული სპეცნაზი, მაგრამ ზუსტად იგივე მოხდა. უბრალოდ მცირე მასშტაბებით. მე მახსოვს ყოველდღე მაშინ ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ჟურნალისტი ლიუბა ელიაშვილი მყავდა ხოლმე თითქმის ჩართვით ყოველდღე თუ არა ძალიან ხშირად მაინც და ვაშუქებდით ზუსტად იმ პროცესებს, რაც მოხდა მაშინ. 7 ნოემბერს ეს ყველაფერი გამეორდა, ოღონდ გამეორდა უფრო მძიმე მასშტაბებით და უფრო მძიმე ფორმებით. როგორ ჟურნალისტისთვის რას ნიშნავდა ეს თქვენთვის? ეს იყო რაც იმ დღეს მოხდა განსაკუთრებით იმედთან მიმართებაში. ხელისუფლების მხრიდან იყო
ძალიან მარტივად რო ვთქვა, ყოველგვარი რაღაცა ქვეტექსტების და შელამაზების გარშე. ეს იყო ანგარიშწორება ჟურნალისტებზე. ეს იყო სამაგიეროს გადახდა, ეს იყო დასჯა იმ ჟურნალისტებისა, რომლებიც აშუქებდნენ იმ ყველაფერს, რასაც აშუქებდნენ. თუ კი გავიხსენებთ მაშინდელ სატელევიზიო სივრცეს, სხვა არც ერთი ტელევიზია ამას არ აშუქებდა, არ ჩავთვლი ტელეკომპანია კავკასიას, რომელიც მუდმივად ოპოზიციაში უდგას ხო დაუშვათ ამ ხელისუფლებას და არა მარტო ამას წინასაც, მაგრამ მასშტაბური გაშუქება, ძალიან მნიშვნელოვანი თემები და ასე შემდეგ, ის ყველაფერი რაც შუქდებოდა ტელეკომპანია იმედში, რასაკვირველია ხელისუფლების მხრიდან ეს იყო ჟურნალისტებზე ანგარიშწორება. იცით რა არის? მე მქონია ბევრჯერ საუბარი სხვადასხვა წარმომადგენელთან ხელისუფლების და დამისვამს ასეთი კითხვა. იმ საღამოს ჩვენ გვახსოვს ხო ზურაბ ნოღაიდელი, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. დამისვამს მე ასეთი კითხვა, ისედაც კულუარებში ტეტ-ა-ტეტ ან ეთერშიც, რატო არ გამოაცხადეთ დაუშვათ საგანგებო მდგომარეობა, უკვე მომხდარი იყო ის ორი ცნობილი ძალიან მძიმე დარბევა და რატო არ თქვი თუ კი რაიმე ტიპის გადატრიალებაზე იყო საუბარი, რომ ქვეყანაში მზადდება დაუშვათ სახელმწიფო გადატრიალება და რატომ არ გამოაცხადეთ ეს საგანგებო მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ტელეკომპანია იმედი იქნებოდა იძულებული, რომ დამორჩილებოდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს და უბრალოდ ვეღარ გავიდოდა ეთერში ვერც ერთი პოლიტიკური გადაცემა. ანუ ფიქრობთ, რომ სამაგალითო დასჯა უნდა რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ ეს არ პასუხი სხვა ჩვენს არც ერთს არ აქვს. ყველა ამბობს, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ანუ გამოდის, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი კაცის გადაწყვეტილება. მე ამ თემაზე მისაუბრია ნოღაიდელთანაც, მე ამ თემაზე მისაუბრია ნინო ბურჯანაძესთანაც. ორივე პირველი მეორე. კი, მან რა თქვა ეს ცალკე თემა ეკა, მაგრამ ანუ ის რომ ეს ადამიანები მაშინვე უნდა ვთქვა ეხლა ღიად უნდა ვთქვა, მე ვიქნები ძალიან უსინდისო ეხლა რომ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დაუშვათ არ ვთქვა ის რაც მე მათგან მოვისმინე. მაშინვე ჯერ კიდევ ისინი იყვნენ პირველი მეორე პირები, მათგან ვიცოდი რომ ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ანუ ეს გადაწყვეტილება მიიღო მიშამ, იმიტომ რომ მიშას ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ტელეკომპანია იმედმა გადატეხა თავის დროზე ხერხემალში. ანუ მათი ძლევამოსილების მითი დაინგრა სწორედ იმ რეპორტაჟებით, ოღონდ ეს არ იყო ხელოვნურად შექმნილი რაღაც თითიდან გამოწოვილი რეპორტაჟები, დაინგრა და ის სწორედ ეს იყო ანგარიშწორება. მე არ მინდა ეხა ბოროტად ვისარგებლო ეთერით, მაგრამ იცით როგორი ანგარიშწორება იყო? პირდაპირი დავალება ქონდა თითოეულ ჟურნალისტზე, რომ ისინი უნდა მოეკლათ ცემი. დღეს რადიო უცნობში გამახსენდა ერთი ასეთი ფაქტი, ცხოვრებაში არ გამხსენებია იმ დღიდან დღემდე და რატომღაც ესე წამომიტივტივდა. იცით როგორ სჯიდნენ ჟურნალისტებს, მათ შორის მეც მოვყევი და სხვა ჩემი კოლეგები შეიძლება ჩემზე უფრო მეტად მძიმე დაზარალდნენ და ნაცემებიც იყვნენ. მახსოვს ესეთი რაღაც ფაქტი, როდესაც ტელევიზიიდან გამოგვრეკეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იქ იდგნენ სპეცრაზმელები, ჩამოფხატებული რაღაც მხოლოდ თვალები უჩათ, მომიახლოდა ერთი ბიჭი და მეუბნება ესე თვალებში ჩამხედა და ვერ მიცანიო და იქ ისეთი საგიჟეთი ხდებოდა, რომ ისედაც ვერ ვიცანი და ვერც ვიცნობ, ვერა თქო და გავდიოდი სხვა გასასვლელიდან, ეხლა კარგად ვიცოდი ტელეკომპანიის ეზოს გასასვლელების შემოსასვლელი, მითხრა რომ ესე არ გახვიდეო და ესე გადიოდა, რატომ მეთქი და აქეთო სპეცრაზმი იქნებაო და აქეთ უსაფრთხოაო და პირდაპირ გაგვიშვა მგლის ხახაში. ეს ბიჭი ვიღაც, ანუ სპეციალურად დავალება ქონდა, ხო და პირდაპირ გამიშვა, ანუ იქიდან მომაბრუნა, საიდანაც გავდიოდი და პირდაპირ მგლის ხახაში ჩაგვაგდო. მე სულ აი რაღაცა რამდენიმე დღე ვფიქრობდი, რომ ვინ იყო ეს ადამიანი და ერთ დღეს მშვენი ერთ დღეს ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი არის ბატონი აბზიანიძე და მის ოჯახს ვიცნობ კარგად, ძალიან კარგი მეუღლე ყავს, ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა ამ ხალხთან და მისი შვილი მხვდება. და მეუბნება რომ ვერ მიცანიო და ვერ გიცანი თქო, მე ვიყავიო ისო და იქ მოხდა ის რომ მთელი ჩემი ემოციები რაც იმ დღეებში დამიგროვდა ვიყარე მასე ჯავრი. ამას იცით რატო ვყვები? ვასახელებ ხო რა უჭირს მე რა ჩვენ არ ვიცით, შეიძლება ჩვენი ნაცნობები, ჩვენი მეზობლები, ვიღაცები ადამიანები იყვნენ იმ ნიღბის ქვეშ. ამ ადამიანებს ჰქონდა დავალება. თავისთავად ეს ბიჭი, ცუდი ბიჭი კი არ იყო, ანუ მანამდე როდესაც ვიცნობ, მაგრამ ჰქონდათ ისეთი მკვეთრი დავალება, რომ ყველა ჟურნალისტი იქ უნდა ყოფილიყო მაგარი ნაცემი და ეს იყო სწორედ ხელისუფლების შურისძიება. და რა შეიცვალა თქვენი აზრით აი ამის მერე ამ დღის შემდეგ მედიაში გლობალურად რა თქმა უნდა ამ დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მე ვთვლი რომ ამ დღის შემდეგ მედია გახდა გაცილებით უფრო თავისუფალი, გაცილებით უფრო თავისუფლად ალაპარაკდა მედია და ჟურნალისტები, გაცილებით უფრო თავისუფლად ალაპარაკდნენ ქვეყანაში არსებულ თემებზე, პრობლემებზე, ვიდრე ეს იყო მაშინ. თავისუფლება იცით რას გულისხმობ, რომ სწორედ მე გახდა კავკასია ძალიან მაღალ რეიტინგული და ყველაზე მაღალ რეიტინგული იყო იმ პერიოდში. მე შეიქმნა
შექმნა ტელეკომპანია მაესტრო. ძალიან ბევრი გაზეთი, რომელიც მანამდე ისეთი შუალედური პოზიცია ეკავა, აბსოლუტურად თავისუფალი, თავისი ხედვები, თავისი პოზიციი და მე გეტყვი მაგრამ ინგა იმედი იყო ნაციონალური არხი. იმედი იყო ნაციონალური არხი, მაგრამ მე გეტყვი რაც დააბალანსა იმედი ეს ცალკე პრობლემაა, იმედი არ დააბალანსა. იმედის პრობლემა ეს კიდევ ცალკე თემა. იცი მე რა მინდა გაგახსენო, რატო ვფიქრობ, რომ უფრო თავისუფლების მაღალი ხარისხი გაჩნდა ქვეყანაში. პროტესტმა მოიტანა, პროტესტს მოყვება ხოლმე, ხო, როგორც წესი თავისუფლება. ან წყურვილი ამ თავისუფლების, როცა ტელეკომპანია მზეში ჩვენ თქვენც და მეც დაგვადანაშაულა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ძალიან მალე ხელისუფლებაში მოსვლიდა, რომ ჩვენ ვაწყობდით კონტრრევოლუციას, შემდეგ მალევე მიიხურა ჩვენი ეს ცნობილი ток-შოუები, მათ შორის ეკახოფერია, ყანდიაშვილი, ჩემი. მე არ მახსენდება მაშინ არც ერთი გაზეთი, გარდა ალიასი, უნდა ვთქვა ესეც. ერთადერთი გაზეთი იყო თუ არ ვცდები, რომელმაც კითხვა დამისვა, რომ რა მოხდა. არ მახსენდება არც ერთი ადამიანის უფლებათა დამცველი, არანაირი მედიაში ჩართული ადამიანი და არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც გამოვიდა და გააპროტესტა, რომელმაც ეს ყველაფერი. ამიტომ ვთვლი, რომ უფრო მეტი თავისუფლება მოიტანა ამ 7 ნოემბერმა, ვიდრე იყო მაშინ. მაგრამ ეს იყო ხელისუფლების მიზანი, ინგა? ხელისუფლების მიზანი იყო, რომ უნდა მოეგო ის პოლიტიკური ბრძოლა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა ქვეყანაში და ჩვენ ერთად ვიხილეთ ფილმები, რომელიც ვიხილეთ, მაგრამ მათ მიაღწიეს იმას, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკურად გამარჯვებული დარჩა ისევ სააკაშვილი. ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ, მიშა მოვდივარ იყო ძალიან დიდი მუხტი იყო, მე არ მახსოვს ჩემს ქვეყანაში ამდენი ადამიანი გარეთ ქუჩაში გამოსული, რა საპროტესტო გამოსვლებიც იყო, მაინც პოლიტიკურად მოიგო ნაციონალურობა. მაგრამ ეს პროცესი დასრულდა, ამის შემდეგ მედია უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელია თქვენი აზრით? მე თუ არ ჩავთვლი ტელეკომპანია იმედის თემას, თუ არ ჩავთვლი მანამდე რუსთავი 2 და პირველი არხი ისედაც იმ დღეში იყო, რა დღეშიც დღეს არიან. ხოლო რაც შეეხება სხვა მედიას, ნაციონალური მედია კი რასაკვირველია. ანუ აღმოჩნდა თუ არა უარეს მდგომარეობაში. ვიდრე იყო იმედის არსებობის ბიძინა ივანიშვილის ერთი კვირის წინანდელ პრეს-კონფერენციას და იმ ყველაფერს, რაც იქ მე და თქვენ და მაყურებელმა ერთად ვიხილეთ, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა უფრო მძიმე სიტუაცია. ეს მაინტერესებს ამ თემაზე პრეს-კონფერენციის და თვითონ მედიის დღევანდელი მდგომარეობის ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ. ისევ გავაგრძელოთ 7 ნოემბრის თემა. დეკემბრიდან უკვე გქონდათ ახალი გადაცემა, რომელიც რუსთავზე გადიოდა, თუმცა ეს იყო კერძო სტუდიის მიერ მომზადებული გადაცემა. მე მაინტერესებს, რატომ წამოხვედით მაშინ იმედიდან, გისაუბრია თქვენ ამაზე, მაგრამ მინდა გავიხსენო გიორგი თარგამაძის მაშინდელი კომენტარი, რომელიც ამბობდა, რომ ინგაზე და რამდენიმე ჩვენ წამყვანსა და ტელეჟურნალისტზე გამოიყენეს ზეწოლის სხვადასხვა ფორმებიო. იყო მართლა რაიმე ზეწოლა, თუ ეს იყო თავისუფალი გადაწყვეტილება? იცით რა, მე გეტყვით ერთს, მე ვიტყვი პირველ რიგში იმას, რომ მე არ წამოვსულვარ ჯგუფურად იმ ჟურნალისტებთან ერთად, რომლებიც შემდეგ ეს მათი გადასაწყვეტი იყო იმ ეტაპზე ჩათვალეს საჭიროდ, რა ეტაპზე ჩათვალეს. მე წამოვედი, უпростоრეთ აღარ მივსულვარ იქ 7 ნოემბრის მერე. გეტყვით რატომ? შეიძლება ეხა ჩამქოვოს ვინმე, მაგრამ დღესაც დავამტკიცებ იმას, რასაც მაშინ ვამბობდი, არ შეიძლება რომ ჟურნალისტი გამოიყენო პოლიტიკურ თამაში. არ შეიძლება. დღეს ბევრი დავამიდის იმაზე, ჟურნალისტს უნდა კონდეს თუ არა თავისი პოზიციის გამოხატვა ასე. ამით რა გინდა? არა, ამით ვამბობ, ვაგრძელებ. როდესაც გაკეთდა ის ცნობილი განცხადება იმ დღეს 7 ნოემბერს, აც გარდაცვლილი ბადრე პატარკაშვილი მე მის ხსოვნას პატივს მივაგებ და ამიტომ არ ვისაუბრებ რაღაცა უარყოფით კონტექსტში და უშუალოდ იქ მე მაშინ რა ემოციები გამიჩნდა, მაგრამ მე იმ დღეს ეკახოფერი არსებობს რეალური ჟურნალისტი, პოპულარული, რომელიც იყო იქ ჩემთან ერთად, არსებობს სოფო ნიკოლაიშვილი, ასევე რეალური ადამიანი არსებობს, ტასო გუნი არსებობენ სხვები, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ კითხოთ. იმ ოთახში სადაც ჩვენ ვისხედით, ჩვენ შევხედეთ ერთმანეთს, მე და ეკამ და მე ვთხარი, რომ მე აქ აღარასოდეს აღარ მოვალ თქო. იმიტომ რომ მე არანაირი სურვილი არ მქონდა, რომ იქ ყოფილიყავი გაუგებარი ჩემთვის პოლიტიკური თამაშის მონაწილე. მე როდესაც მიმყავს გადაცემები ეკა, მაშინ არ არის ჩემზე ზეწოლა და მე ვარ თავისუფალი, ეს არის ცალკე თემა. როცა ტელეკომპანიის დამფუძნებელი, ანუ დირექტორი, ოფიციალურად აცხადებს, რომ მე ვერთვები პოლიტიკაში და ჩამოვაგდებ ამ ხელისუფლებას, მე მაქვს უფლება, როგორც ჟურნალისტ, დავრჩე ან არ დავრჩე შენს ტელევიზიაში. მე არ ვიყავი პარტნიორი. უკაცრავად რუსთავი 2 ტელევიზია იყო, ეს არ მაინტერესებს, მე ისეთ გადაცემებს ვაკეთებდი იქ. ვერ შემედავება ვერცერთი. მაგრამ ასე ხო იმედზეც შეგეძლო. არა, ვერ გავაკეთებდა და ვერავინ ვერ შეგედავებოდა. უკანასკნელი წელიწად ნახევრის განმავლობაში, ვიდრე წამოვიდოდი, მიმყავდა ცალმხრივ რეჟიმში გადაცემები, რომლის წაყვანაც იყო ძალიან მძიმე, ძალიან დიდი პატივი იყო, რომ მიმყავდა, მაგრამ ჩემთვის იყო ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ნელ-ნელა დღეს იმ რადიოშიც ვიხსენებდი, მე უკვე ვემსგავსებოდი თქო, რომელიღაც ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის წარმომადგენელს. ეგ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი იყო თუ ბადრი პატარკაშვილი? ეს ყველაფერი
ყველაფერი არის ერთი კონტექსტი. ეს განცხადებები ეკა თავისთავად იმას გულისხმობდა, რომ ჩვენ ხდებოდით ავტომატურად პოლიტიკური მხარე. თქვენ შეგიძლიათ რუსთავიერის შემთხვევაში იქ მომუშავე ჟურნალისტები არ იყვნენ რუსთავიერის შემთხვევაში იქ მომუშავე ჟურნალისტების სახელით მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე ვიტყვი იმას მაყურებელი, რომელიც ეხა ჩვენ გვიყურებს, მაყურებელს ვეტყვი, რომ გაიხსენოს ყველა ის გადაცემა, რომელიც მე იქ მიმყავდა პირდაპირ ეთერში და რომელიც იყო მე ვთვლი ეხა თავმდაბლობას გვერდით გადავდებ, იმიტომ რომ არსებობს ეს კითხვები, რომელზეც ყოველთვის უნდა გქონდეს შენი პასუხი, თუ არსებობს ასეთი პასუხები, ეს იყო მართლა ძალიან თავისუფალი, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემები და ეს გადაცემები რომ იყო თავისუფალი და რომ იყო ასევე მიუღებელი სააკაშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის დაადასტურა იმან, რომ კიდევ 6 თვეში დაიხურა ეს გადაცემა. ფიქრობ, რომ იმედზე მეტი ზეწოლა გექნებოდათ ინგა? მე არ ვფიქრობ ეკა არაფერს, მე ვიცი ის, რომ მე არ მსურდა პოლიტიკური თამაშის მონაწილე მხარე გამხდარიყავი. გეტყვი რატომ? მე არ ვიყავი არც ბადრისტი, არც მიშისტი, არც გრეჩიხისტი და არავისტი. მე ვარ ჟურნალისტი, უბრალოდ ვიყავი, უკვე წარსულში ვლაპარაკობ, რომელსაც ჰქონდა იმის სურვილი და ამბიცია, რომ ეკეთებინა ობიექტური გადაცემები, ნეიტრალური პოზიციიდან. როდესაც შენი ტელევიზია, პარტიული შტაბ-ბინა შეიძლება გახდეს, ბუნებრივია ხა, მე დავხარჯავ ყველა თეთს და ამით თქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ ეთერში მაგდა ანიკაშვილი, რომელსაც შემდეგ მიყავდა ღია ეთერი, რომლის პროდიუსერი იყო ასევე სოფო ნიკოლაიშვილი. მე რატო ვასახელებ, იცით მათ სახელებს და გვარებს. ეს ადამიანები არიან თვითმხილველები. არც ერთი პოლიტიკოსი შემდეგ აღარ მიდიოდა იმ გადაცემაში. ძალიან ცნობილი სახელი და გვარები იმ ოპოზიციური ლიდერებიდან თქვენ შეიძლება მოისმინოთ, ვინც ამბობდა, რომ მე ბადრის ვერ გავაправებ, მაპატიეთ. ანუ ეს იყო პოლიტიკური მათი პოზიცია. მე ვიყავი ჟურნალისტი. მე მინდოდა რომ გამეგრძელებინა გადაცემები. ვიცოდი 0-ს ქვევით იყო ჩემი რეიტინგი, როდესაც მე დავიწყე პრაიმ ტაიმი და არ არსებობდა არც ერთი ინტერნეტ გამოცემა და არ არსებობდა არც ერთი გაზეთი, სადაც პირდაპირ მნიშვნელობით ჩემი გინება არ მიდიოდა, მაგრამ მე ვიცოდი როგორ გადაცემას ვამზადებდი და როგორ გადაცემას დავდები. მაგრამ ინგა, როდესაც თქვენ და შემდეგ უკვე თქვენმა ამჟამინდელმა თანაგუნდელებმაც გადადგეს ნაბიჯი და წამოვიდნენ იმედიდან. ეს რა სიგნალი იყო საზოგადოებისთვის თქვენი აზრით და რას ნიშნავდა ეს ხელისუფლებისთვის? თუმცა ინგა მოდით პირდაპირ საუბარი ამ თემაზე გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს ინგა გრიგოლიასთან. ინგა, თქვენი აზრით, თქვენი და შემდეგ უკვე გიორგი თარგამაძის და თქვენი ამჟამინდელი თანაგუნდელების წამოსვლა იმედიდან, რომლებიც სხვა შორის კრიტიკულად აფასებდნენ, როდესაც თქვენ წახვედით. რისი სიგნალი იყო საზოგადოებისთვის, ერთი ანუ როგორ იქნა აღქმული საზოგადოების მხრივ და მეორე მხრივ ხელისუფლებისთვის რას ნიშნავდა აი თქვენი ეს ნაბიჯი, როდესაც ჟურნალისტები წამოვიდნენ ოპოზიციური რა ნიშნავდა, მოდით როცა იქნება აქ ხელისუფლება მათ კითხეთ დაუშვათ, როცა ამას დაუსვათ, მე გეტყვით ჩემს პასუხს, როცა დაუსვათ ამ კითხვას, თან მოაყოლეთ, რომ აი გადაცემები რატო იხურებოდა, თქო, თუნდაც ამ ნაბიჯის მერე, ან რაიმე ტიპის კომპრომისი თუ კი იყო რომელიმე ამ გადაცემაში, მე არ მახსენდება ასეთი გადაცემა. რაც შეეხება რა სიგნალი იყო, ეს იყო სიგნალი ეკა იმისა, რომ არ შეიძლება რომ ჟურნალისტები ვინმემ გამოიყენოს თავის პოლიტიკურ თამაში. მე ასე ვფიქრობ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ჩვენ ერთად არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ არ შეიძლება. მე დღესაც ესე ვფიქრობ. შენ იქნები ხელისუფლების მხარეს, თუ შენ იქნები რომელიმე ოპოზიციური პარტიის ან ჯგუფის მხარეს, მე ესე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება რომ ჟურნალისტს შემოგხედონ როგორც დაუშვათ რაღაცა პარტნიორს პოლიტიკურს, რომელმაც უნდა გადაატრიალოს ქვეყანა. გავიხსენოთ ეროსი, რომელმაც გამარჯვებული ხალხის ტელევიზია დაარქვა რუსთავი 2-ს და მე ის რაც მოხდა ეროსის წინააღმდეგ იგივე რუსთავი 2-თან დაკავშირებით, როგორც აარქვეს ტელევიზია. პირდაპირ ხალხმა აღიარა, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული ტელევიზია. ეს იყო აი ამის სიგნალი რა. არ შეიძლება რომ ჟურნალისტი შენ ისე ჩაითრიო დაუშვათ რაღაცა პოლიტიკურ ბრძოლაში, რომ მათთან მინიმუმ კონსულტაცია მაინც არ გაიგო. რომ დავასრულოთ ეს თემა, რადგან მინდა მოვასწროთ მედიის მდგომარეობის შეფასებაც, თქვენზე არ იყო არანაირი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ჩემზე იმ დღიდან, რა დღიდანაც მე ვიყავი ეთერში, იყო ხშირად. დავიწყებ იქიდან, რომ გადაცემების დახურვიდან დაწყებული, ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დამთავრებული, მე ხა ხელს ვერ დავადებ, მაინც რომ ეს იყო რაღაც კონკრეტული რომელიღაც პირი ხელისუფლების, მაგრამ ის რომ იყო წამოსული იქიდან, ამაში ეჭვი არ მეპარება და მუქარები, რომ თუ არ წამოვიდოდი და თუ გადაცემებს თავს არ დავანებებდი, ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხე ემუქრებოდა და ამაზე სხვათა შორის გეტყვით ახლა პირდაპირ ეთერში, სპეციალურ ოპერატიული
დეპარტამენტი სოჩში გამოძიება იყო აღძრული და ჩემს შვილს დაყვებოდა 4 დაცვა და ეს მაშინ როცა მე მიმყავდა რეაქცია და არა მაშინ როცა მე მიმყავდა პრაიმ ტაიმი. ანუ ჩემზე ზეწოლები იყო ყოველთვის, იმიტომ რომ მათ არ აწყობდათ რასაკვირველია ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში. მერეც იყო რასაკვირველია ზეწოლები. არა, იმედიდან წამოსვლის ზეწოლაზე მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ზეწოლები მე აღარ ყოფილა, რადგან მე 7 ნოემბრიდან ძალიან მალე წამოვედი, ძალიან მალე გავაკეთე ეს განცხადება. თქვენ მე მკითხეთ, რომ აი ხელისუფლებამ რა მოიგო? შეიძლება იმ კონკრეტულ მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის ეს იყო ძალიანაც მომგებიანი, რომ დაუშვათ მე გავაკეთე იქ გადაცემა, მაგრამ როდესაც ეს გადაცემა ეთერში გავიდა, იმდენად წამგებიანი აღმოჩნდა ეს პირველ რიგში სააკაშვილისთვის და მისი გუნდისთვის, რომ გადაცემამ 6 თვე ძლივს იცოცხლა და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო გადაცემები, რომელშიც ღია ეთერში ყველა პოლიტიკური პირი გამოდიოდა და რომელშიც ყველა პოლიტიკურ პირს ჰქონდა იმის საშუალება, რომ თავისი სათქმელი მიეტანა ხალხთან და უფრო მეტიც ეს იყო იმდენად კრიტიკული ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ მალევე დაიხურა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეკა ვის რა აწყობს ამის მიხედვით და ვის რა აწყობდა, მე არასოდეს არ მიკეთებდი გადაცემები. მე როგორ მაწყობდა იმის მიხედვით ვიღებდი ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებას. ყოველგვარი მოკიბის გარეშე. რამდენად ცოტა დრო გრჩება, მინდა თქვენი როგორ ჟურნალისტის შეფასება უკვე დღევანდელი მედიის მდგომარეობაზე. თქვენ წეგან გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილთან ჩატარებული ძალიან ხმაურიანი პრესკონფერენცია. რა სურათი გაჩვენათ? სურათი არის ის, რომ ხელისუფლებას ყავს წნეხის ქვეშ ჟურნალისტები. როდესაც არის ლაპარაკი ჟურნალისტების წინააღმდეგ, როცა კეთდება განცხადება, მე ყოველთვის მაქვს ხოლმე რაღაცნაირი ესეთ სოლიდარობის განცდა. თუმცა არის ერთი, შენ ირჩევ ყოველთვის რა უნდა თქვა, დაუშვათ პრესკონფერენციაზე ან ეთერში, ან რა შეიძლება არ თქვა. როცა შენ რაღაცა კითხვა სვამ, რომელიც შეიძლება შემდეგ რაღაც სკანდალის მიზეზი ხდება, ეს არის შენი პირადი არჩევანი, მაგრამ ეს სურათი აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებას ყავს ძალიან მძიმე წნეხის ქვეშ ჟურნალისტები. შეშინებული და აკანკალებული ჟურნალისტები ვნახე მე იმ დღეს, რომლებსაც შიგნიდან შეიძლება ძალიანაც არ უნდოდათ, ან შეიძლება უნდოდათ. მე ამასაც ვერ გამოვრიცხავ, ეკა შეიძლება ნებისმიერი ჟურნალისტი წავიდეს ძალიან მაგარი მომზადებული, რა თქმა უნდა რედაქტორთან შეთანხმებული, როცა არის ესეთი მნიშვნელოვანი პრესკონფერენცია, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ ეს ჩვენი კოლეგები იყვნენ ძალიან დამფრთხალი და იყვნენ ძალიან შეშინებული, იმიტომ რომ თითოეული მათგანი, რომელიც დაუშვათ არ დასვამდა კითხვას, იქ არ მოიკლავდა თავს ამ კითხვის დასასმელად და არ დადგამდა იმ ყველაფერს, რაც ჩვენ იქ ვნახეთ, ალბათ დატოვებდა შემდეგ სამსახურს. ამაში არის ზუსტად პრობლემა. ესაა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რომ როცა ჩვენ ქრისტიან დემოკრატები შენ წეგან ახსენე, შენი ეხლანდელი გუნდი, რომლებიც მაშინ ესე ამბობდნენ, ისინი მაშინაც ასე ფიქრობდნენ. ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით იმ თავისუფალი სიტყვის მომხრეები, რომლის წყალობითაც სხვათა შორის კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან ბევრი, ძალიან ცნობილი თემა გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, ეს იყო ჩვენი ვალდებულება. ჩვენ ამას ვაკეთებდით, მაგრამ დღეს რომ პოლიტიკოსები გიორგი თარგამაძეს ძალიან ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე, ძალიან ბევრი პოლიტიკოსის გასაგონად მინდა ვთქვა, მაგათ რომ სახლებში ეძინათ მხართეძოზე წამოწოილებს, ესე ბალიშებზე მიწოლილებს და ეკრანს რო უყურებდნენ როგორც გლადიატორების ომს, ამ დროს გიორგი თარგამაძე და მისი გუნდი აკეთებდა თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასად ხშირად და ამას მარტო საკუთარ თავზე არ ვამბობ, აი იმ თემებს, რა თემებიც გახდა საზოგადოებისთვის. რაც შეეხება პოლიტიკურ სივრცეში ახალი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენას, სხვა შორის სწორედ გიორგი თარგამაძემ დადებითად შეაფასა, იმდენად რამდენადაც შეიქმნება უფრო მეტად კონკურენტული გარემო. მე მაინტერესებს, რაც შეეხება მედია სივრცეს, როგორ ფიქრობ, პოლიტიკურ გარემოში მეტი კონკურენციის გაჩენა, როგორ აისახება მედია სივრცეზე? ანუ გახდება მედია უფრო მეტად თავისუფალი, თუ პირიქით ხელისუფლება შეეცდება, რომ უფრო მეტი შეზღუდვები დააწესოს? ხელისუფლება შეეცდება, რომ უფრო მეტი შეზღუდვები დააწესოს, რასაკვირველია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის რიგითი მოქალაქე გრიგოლია ინგა მაგალითად. ანუ ის არის ბიძინა ივანიშვილი, ძალიან პოპულარული, ძალიან წელგამართული თავისი დაუშვათ წარსული საქმიანობიდან და ქველმოქმედებიდან, მეცენატობიდან გამომდინარე და თავისი უძლიერესი ფინანსური პოზიციებით. ამიტომ რა თქმა უნდა ხელისუფლება ყველა ბერკეტს ამოქმედებს პოლიტექნოლოგიისა, რომ არ მოხდეს მისი გამარჯვება. მაგრამ ამავე დროს მე ვხედავ იცით რის საფრთხეს, კიდევ ერთხელ დავინახე, პირველად არ დამინახავს ეს, მაგრამ მედია რაღაცნაირად ორადაა, ხო გაყოფილი, ეს ახალი არაა ჩვენთვის, მაგრამ შენ თუ ჩემთან არ ხარ ჩემი მტერი, ეს არც ოპოზიციის მხრიდან არ უნდა იყოს. ძალიან უყვარს, ძალიან ბანალურ ფრაზას ვიტყვი.
თმით თრევა ოპოზიციასაც ხშირ შემთხვევაში რა ჟურნალისტების, ისევე როგორც ხელისუფლებას. ეს არის მიშას სტილი. მიშამ დაამკვიდრა, თუ ჩემნაირად არაზრონებ ხარ, ჩემი მტერი. იგივე არ უნდა მოვისმინოთ ჩვენ მეორე მხარიდან. ოპოზიციამაც სწორედ აი ამ დამკვიდრებულის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება საზოგადოებაში, რომ ჟურნალისტი აუცილებლად უნდა იყოს მხარე. რა საკვირველია, მაგაზე ვამბობ, ანუ ეს საფრთხე არ უნდა იყოს არც ერთი მხრიდან. ოპოზიციაში ინგადა თქვენი პოლიტიკური. იცით რა, ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ ქრისტიან დემოკრატებიდან რომელიმეს გაუკეთებია როდესმე რაღაც მსგავსი ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება, რაც ჩვენ მოგვისმენია ერთი თუ მეორე მხრიდან. მაგრამ საადაშვილის გუნდი იხსენებდა, ნუგზარ წიკლაურის განცხადებაზე იყო რაღაც აპელირება, რომ ესო ბიძინა ივანიშვილიო, ეს რა გააკეთაო? პირველად ვნახეო ჟურნალისტებს ესე რო ელაპარაკაო. დღეს კურიოზია ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ დღეს არის 7 ნოემბერი და როდესაც ტყე გვარბენინეს და თავში დუბინკები გვირთხეს, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს რასაკვირველი არა აქვთ უფლება ეს რომ თქვან, მაგრამ მე იმ პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომლის არც ერთი წევრი მიუხედავად ძალიან მძიმე ცილისწამების არაერთი ჩვენგანის მიმართ არასოდეს არ დაპირისპირებია ჟურნალისტს. ძალიან ბევრი ძალიან მძიმე სტატია წამიკითხავს პირადად ჩემ თავზე, ძალიან შეურაცხმყოფელიც, მაგრამ ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მე ავიღე როდესმე ტელეფონი, ან და პირდაპირ ეთერში, ან სადმე მას რაიმე გაუპროტესტე. თუმცა უნდა შეეცადოს თუ არა პოლიტიკური პარტია, მით უმეტეს, რომელიც ყოფილი ჟურნალისტებისგან შედგება, რომ დაიცვას ჟურნალისტები წნეხისგან ნებისმიერი მხრივ. ჟურნალისტები რა ფორმით უნდა დაიცვას, მაშინ ახლა მე შენ ვერ გეტყვით, მე არ ვარ. არა, როგორ ჟურნალისტი ხარ, ხო წარმოგიდგენია. არა, რის მე მაგისტვის არ წავსულ. იყო თუ არა მედიის დაცვა და თავის არ წავსულ ვარ ეკა პოლიტიკაში, რომ პრესკონფერენციაზე ვინმე ჟურნალისტ შეურაცხყოფას რომ არა, მე კონკრეტულ ფაქტს არ გულისხმობ. მედიის დაცვა უნდა იყოს თუ არა თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა და არის კიდეც ტელეკომპანია როგორ იცავს სანამ მოხდებოდა ჩემო ეკა, თუ არ ვწდები შენ ჯერ აქ არ მუშაობდი არა, არ მუშაობდი ნამდვილად. ძალიან ბევრი იომა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შეხვედრებიდან დაწყებული, არ ვიცი მე ნებისმიერი შეხვედრა მიგაჩნიათ რომ ეს არის ბრძოლა მიგაჩნიათ მაგას გულისხმობ, ანუ საქციელით მაქსიმუმს აკეთებთ იმისთვის რომ მედია იყოს ქვეყანაში მედიასთან მიმართებაში მე ვთვლი რომ თუ ვინმე არის ძალიან კორექტული და ძალიან თავგამოდებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად და ამ მხარდაჭერაში გულისხმობ მათი თავისუფლების მხარდასაჭერად, ესენი არიან ქრისტიან დემოკრატები. პირობას გაძლევთ რომ გამორიცხულია როდესმე ჟურნალისტს ის გაუკეთოს რომელიმე ჩვენგანმა, რაც ჩვენთვის არაერთხელ უკეთებია ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენელს. ხოლო რაც შეეხება ბოლო პერიოდის ქართულ რეალობას, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ ვთქვი, რომ არ უნდა გაჩნდეს ესეთი სურათი, რომ ან იქით ხარ, ან აქეთ. მე იქნებ არც იქით ვარ, არც აქეთ, მაგრამ გზა უნდა დამიტოვო და ჩემი არჩევანი თუნდაც როგორც ჟურნალისტ. ანუ შენ თუ ჩემთან არ მოხვალ, ხარ ჩემი მტერი, ეს არის მიშას რიტორიკა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. თქვენც ასევე. ინგა გრიგოლია იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით. ხვალ 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.